30 მაისის არჩევნების ეგზიტ პოლების წინასწარ შედეგებს საზოგადოება საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე იმედის ეთერით საღამოს 20 საათზე გაიგებს არჩევნების დღეს. ხმათა პარალელურ დათვლას მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research ტელეკომპანია იმედის და რუსთავი ორის დაკვეთით აწარმოებს. როგორ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კომპანია ზურა ხვისტანეგი ამბობთ. We'd like you to try to capture some information about the people. ინტერვიუერებს, რომლებიც არჩევნების დღეს თბილისის 75 საარჩევნო უბანზე იმუშავებენ, ტრენინგებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი უტარებს. 30 მაისის არჩევნებზე ამერიკული კომპანია 7500 თბილისელის გამოკითხვას გეგმავს. Edison Research-ის თანამშრომელთა მთავარი ატრიბუტი კი მკითხვარი იქნება, რომელსაც გამოკითხული თავად შეავსებს და სპეციალურ ყუთში მოათავსებს. რა თქმა უნდა, ამ ტრეინინგების შემდეგ, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია მაღლდა და იმედად კარგად ჩაატარეს ტრეინინგები, რომ დარწმუნებული ვარ, ეგზიტ პოლების საბოლოო შედეგი იქნება ძალიან გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, და ძალიან სუსტი. პროფესიულად უკვე მზად ვართ ჩვენ ამ ეგზიტ პოლებისათვის. თვითონ ეს Edison Research არის ძალიან მაღალი დონის კომპანია და ასე რომ ძალიან კარგად და პროფესიულად ჩავატარებთ ამ ეგზიტ პოლებს. Edison Research-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხმათა პარალელური დათვლა თბილისში ზუსტად იმ სისტემით ჩატარდება, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა მრავალ ქვეყანაში კეთდება. ცდომილების პროცენტი კი უმნიშვნელოა. გამოკვლევის სპეციფიკაზე ქრონიკას ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ესაუბრა. არჩევნების დღეს ჩვენი ჯგუფები განლაგებული იქნებიან სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და გამოკითხავენ ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს. გამოკითხულები მკითხვარებს თავად შეავსებენ, დაკეცავენ და სპეციალურ ყუთებში მოათავსებენ. ასე რომ არავის ეცოდინება ვინ ვისმის სახმა, ამგვარად გამოკითხulis მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალური იქნება. Edison Research-ის წარმომადგენელი დღეს ტელეკომპანია იმედსაც ეწვია. რობ ფარბმანმა არხის ხელმძღვანელობასთან ერთად ეგზიტ პოლების წინასწარი და საბოლოო შედეგების მიწოდების დრო და სხვა ტექნიკური საკითხები განიხილა. დღეს იყო სამუშაო შეხვედრა, მოსამზადებელი შეხვედრა Edison Research-თან. ჩვენ არჩევნების დღეს 30 მაისს ვიმუშავებთ განსაკუთრებულ რეჟიმში 8 საათზე წარმოვადგენთ პირველად მონაცემებს იმ ეგზიტ პოლების, რომლებსაც ჩაატარებს ეს კომპანია და 10 საათზე უკვე იქნება საბოლოო მონაცემები ამ ეგზიტ პოლების. We wanted to explain to them იმედში სტუმრობის დროს განვიხილეთ ტექნიკური საკითხები, ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა სახით მივაწვით ინფორმაციას ხმათა პარალელური დათვლის შესახებ. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და დავწმუნდით, რომ ეგზიტ პოლების შედეგებს იმედის მაყურებელი დროულად და ზუსტად მიიღებს. Edison Research-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ხმების პარალელური დათვლა ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩაატარა. კომპანიას, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც შეერთებული შტატების, ისე მრავალი სხვა ქვეყნის ამომრჩეველი ენდობა. Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება კი მხოლოდ 2%-ს შეადგენს.